მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ 27 ღამეს. ეს არის მეზობელთან ვიღაც შეიპარა. ახლა კი ვიდეო. გათენებულა ესე იგი კაი არის. მოდით ცოტას გავისეინებ წავალ. ტყეში გავალ ცოტა ხანი აგერ ჩემი მეზობლებიც აგერ არიან და მე მოვიკითხავ. მოდი ახლა წავალ ცოტა ხანი გადავხედავ ერთი ბუნებას და ესე იგი მივდივარ ტყეში სასეირნოდ. კარგი ბუნება არის აგერ მეზობლის სახლი ძალიან დიდი არის რა და ნედა მეც მქონდეს მაგ ხელა სახლი, მაგრამ იმათმა შრომით მოიპოვეს და მეც უნდა ვიშრომო ანალოგიურად რომ მქონდეს ეგეთი სახლი. ცოტა წავალ ბუნებას დავხედავ. ახალ ჰაერს შევისუნთქავ, ასე რომ ვთქვათ, დავათვალიერებ და შემდგომ კიდე დავბრუნდები ჩემ სახლში. ესე იგი მეგობრებო, უკვე დიდი ხანია გასული ვარ სასეირნო და უკვე ისე უკან ვბრუნდები. გავისეირნე, ახალი ჰაერი შევისუნთქე და რა ვიცი ცოტა ხანი მოდი ჩემ სახლში დავბრუნდები, მაგრამ ერთი მეზობელს გავძახებ რომ მოვიკითხო ერთი როგორ არის. მოვიკითხავ სახლში არ შევალ. მე მაინც უნდა წავიდე მალე და ესე დაველაპარაკები. მეზობელო, აქ ხართ? მეზობელო, როგორ ახართ? გამარჯობა, კი, აქ ვარ. შენ როგორ ახარ, პაატა? ამოძმაო. არა, ვერ ამოვალ, მე უნდა წავიდე მე ჩემს, მე რა ჩემს სახლში უნდა წავიდე და დღეს ვერ ამოვალ რა. ამოძმაო რა. ამო რა? არა, დღეს ვერ ამოვალ. ხო, დღეს ჩემი შვილებიც უნდა მოვიდნენ სკოლიდან და ველოდები ჩემ შვილს რა ერთი სიტყვით და კიდე ბიძაშვილი უნდა მოვიდეს ჩემი და ველოდები და კაი სუფრა უნდა გაიშალოს რა. კაია, მაშინ გილოცავთ. მადლობა, კაი ძმაო, მაშინ მიდი შენიც სიაბა. კარგით აბა. ესე იგი ბიძა ჩამოსდით დღეს და ორი შვილი სკოლაში არიან. ნუიდიაში ეგ ორი შვილი ბიჭი და გოგო არის რა. გოგო არის უფროსი, ბიჭი კიდე უმცროსი არის. კარგი ოჯახი არიან და მე კიდე სამწუხაროდ მარტო ვცხოვრობ და ესე ვარ რა. კაი, მოდი მაშინ დავიძინებ, სხვა გზა არ მაქვს. ვაიმე, დამეხმარეთ, ეს ვინ არის? ეს რომელი მკვლელია? ვაიმე, არა. ხელი გაუშვი ჩაგვარს. არა. მამა ჩემს ხელი გაუშვი. არა. არა, ნიკას ხელი გაუშვი. მოდი ახ შენს გაგანადგურებ. აი ეგრე გავანადგურე. გოგოშვილი პირველი გავანადგურე. კაი, ახლა მე ცოტა ხანი დავამუშავებ სხეულებს. რა ხდება? რაღაც ხმები მომისმა. ვერ გავიგე რა ხდება. მეზობელი რაღაც ხმები მოდიოდა, ყვირილის ხმები მოდიოდა. ახლა გამეღვიძა. კაი, მოდი წავალ სახლში ერთი მოვიკითხავ. ნიკა, აქ ხარ ძმაო? ნიკა, აქ ხარ? ნიკა, ქალბატონო ქეთევან, აქ ხართ? ვაიმე. რა ხდება? კაკუ, არის ვინმე? ვა, საინტერესოა. რაღაც ყვირილის ხმები კი მომესმა და მოდი შევალ და სისხლი ძმა. ვაიმე, აქ თავი გდია. თავი რატო გდია აქ? ვისი თავია საერთოდ? ძალიან ცუდი მდგომარეობა. ვაიმე, კიდე თავი გდია. ეს ვისი თავია ღადაობ? ვაიმე, ყველგან სისხლებია, ვაიმე. ეს ის ადგილია, სადაც სუფრა უნდა გაეშალათ. ვახ, რა ცუდი მდგომარეობაა კი, მაგრამ აქაც სისხლია, ბიჭო. ვახ, ეს რა ხდება? მოდი მეორე სართულზე ავალ. ვახ, რა ხდება, ვერ გავიგე, ყველგან სისხლია და აქაც სისხლია. მოდი ჯერ აქ შევალ. აქ არაფერი არ არის.
ვაიმე, აქაც სისხლებია, რა ხდება? ერთი რაღაც ვერ გავიგე. სახლში ვინმე არის თუ არა? ან რა დაემართათ საერთოდ ამათ? კაი, ამ ოთახში შევალ და ვაიმე! ვაიმე! ეს რა არის? ეს ნეტა. რა ხდება ვერ გავიგე. ყველგან სისხლებია, ყველგან თავები გდია თითქმის. მოდი აქ შევალ. აქაც ჩვეულებრივად არის ყველაფერი და გამიკვირდა სხვათა შორის. არ სისხლები და არაფერი არ არის ამ ოთახში და ვერ ხვდები პროსტა რა ხდება. ვაიმე! აქაც თავი გდია. რა ცუდი მდგომარეობა. ვინმე ამიხსნით რა ხდება? ჯობია, წავიდი აქედან. კაი, მოდი წავალ აქედან. დროა რომ წავიდი აქედან. წავალ აქედან. ვაიმე! ეს რა არის? კარები ჩაკეტილია. ნუ თუ სახლში ვინმე არის. კი, სახლში ვიღაც არის. და ვინ არის ეს ვიღაც? ვაიმე! ესე იგი გამოდის რომ მე ამ სახლში მარტო არ ვარ. ვაიმე! რა გავაკეთო აქედან როგორ გავიქცე? ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქ გამტრიულია. ხადაობ. აქ როგორ გაამტრიეს? ვახ, აქ როგორ გაამტრიეს, ვერ ვიგებ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ სახლში. მოდი ჯობია მეორე სართულზე დავიმალო. ეგრე ჯობია. ვერსად ვერ დაიმალები, რადგან მეორე სართულზე მე ვარ. ვაიმე, ეს ვინ არის? მე გავანადგურე ესენი და შენც უნდა მიგაყოლო. გამარჯობა, მე შენ ახლავე გაგანადგურებ. ვაიმე, უნდა გავიქცე მალე. იდი ამაკ. ერთი დასამალი ვიცი, ვაიმე, მალე გავიქცე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. იმედია ვერ მიპოვის. ეს კაი დასამალია. ვაიმე, აქ რა ხდება? ვაიმე, ხადაობ, ეს რა არის? რამე უნდა ვქნა? ვაიმე. როგორ უნდა გავიქცე აქედან? ვაიმე, კარები გაიღო. მალე გავიქცე. მალე. გაგანადგურებ. ვერ გამექცევი. ვაიმე. რამე უნდა ვქნა? ვაიმე. ვახ, მირტყავს. კაი, რამე უნდა ვქნა? ვაიმე. მალე. რამე უნდა მოვიმოქმედო. აქედან ჩავალ. ვაიმე, ავირიე. სად არის? ვეღარ ვიგებ. დავიმალე. მივხვდი სადაც იქნება. ეგ მეორე სართულის ბოლო ოთახში იქნება. კი, ეგრე იქნება. მოდი ამას გავაღებ და ერთი უყურებ. რამენაირად. მაგრამ ესე რომ დამინახოს. კაი, უნდა დავკეტო. სარდაფში რამე ექნებათ წესით. ვაიმე, იქ არის აქეთ ჩუმად უნდა ჩავიდე. ჩუმად ჩავდივარ. ამას მე უნდა გავექცე რამენაირად. უნდა დაუძებნო სკიურები. ყველა სკიური დაუძებნე ამ ერთის გარდა. ახლა ეს უნდა შევამოწმო. წერაქვი ვიპოვე. ძალიან კაი. დროა რომ უკვე აქედან გავიქცე. ვეღარ გაიქცევი. ყველაფერი დასრულდა. მაიცა მოვიღო ჩემი ჩაქუჩი და გაგანადგურებ ახლავე. ვაიმე, რამე უნდა ვქნა? უნდა გავიქცე მალე. ვაიმე, იდი ამაკ, ამას მე ჩავკეტაო. აქ. გამოდის. ვაიმე, ვეღარ მოუძრაობ, გავიჭედე. ეგ არის, გამოვედი. ახლა გაგანადგურებ. მალე გავიქცე. მაგრამ სანამ გავიქცევი, იდი ამაკ. კაი, უნდა ჩაუკეტავ კარებს. ეგ არის, კარები ჩაუკეტე. წავედი მე ახლა აქედან დაცვებს დაუძახო. ეს იყო 27 ღამე, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, ამბიტმა დაუძახა დაცვებს, 2 დაცვა მივიდა და ეს დაცვები რომ მივიდნენ, რომ უთხესო უნდა წაგიყვანოთ ციხეშიო, ამან უარი თქვა და გაუწია წინააღმდეგობა და ერთი გოლემი დაჭრა და მერე კიდე გაანადგურეს ეს მკვლელი და თურმე ეს მკვლელი ანადგურებდა
ოჯახებს და ეგრე იპარებოდა სხვის სახლში და ესე კლავდა. ეს ბიჭი კიდე გადავიდა სხვა სახლში, რადგან და ბოლოს გადავიდა სხვა სახლში ერთი სიტყვით და ცხოვრობდა სხვა სახლში. თუ მოგეწონათ მეგობრებო ეს ვიდეო, დაალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.